საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ფეხბურთელები უკვე საქართველოში არიან. ნაკრებში გამოძახებული იყო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმა მიიღო და გუნდს სექტემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება. კიტეიშვილის ნაცვლად ვილისანიოვმა კრემონეზეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე გამოიძახა. საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს დინამო არენაზე თურქეთს დაუპირისპირდება. 7 სექტემბერს კი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს მატჩს. გიორგი მიქაუტაძე ლიონსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელი ლიონის საშინაო შეხვედრას დაესწრო, სადაც ფანებმა და კლუბის ფეხბურთელებმა ემოციური დამშვიდობება მოუწეს. ლიონის გულშემატკივრები მიქაუტაძეს ახალს კანდიდატდნენ. სატრანსფერო პერიოდის მიწურულს ლიონს ქართველი თავდამსხმელის ვილიარეალში გაყიდვა მოუწია. მიქაუტაძე ახალ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იური ტაბატაძის სადებიუტო მატჩი კადისის შემადგენლობაში და გამარჯვების გოლი. ქართველი ფეხბურთელი ალბატესთან შეხვედრაში მოედანზე 97 წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში 1-1 იყო და გამარჯვების გოლი 92 წუთზე გაიტანა. იური ტაბატაძე ლა ლიგა 2-ის გუნდს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თბილისის იბერიიდან შეუერთდა. UFC სუპერ მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ კონორ მაგრეგორთან ერთად იბაჯიშებს. დვალიშვილის თქმით, ეს თავად მაგრეგორის ინიციატივა იყო. ქართველი მებრძოლი 5 ოქტომბერს UFC 320-ზე კორის ჰენტეგენის წინააღმდეგ დაიცავს ჩემპიონის ქამარს.